ნუ ეხა ჯერ პატარა კომენტარს გავაკეთებ, ეხა ჩემს ქალბატონმა თქვა რომ არ მგონია რომ ეს მე შემეხოსო, ხო? და აქ სხვაშორის ამ ფრაზაში ძალიან კარგად ჩანს ჩვენი საზოგადოების კონფორმიზმის ხარისხი, ხო? ანუ სანამ პირადად მას არ შეეხება, მანამდე პრობლემას ვერ ხედავენ ადამიანები და ამას გაჭირვებულად საჯაროდ აღიარებენ და არც არაფერს არ ხედავენ ამაში ცუდს და ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია ერთ-ერთი შეიძლება ითქვას, ხო? რაც შეეხება ამ თემას, ნუ გახარიას მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს ხელისუფლებას, ხო? განა იმიტომ რომ ის განსაკუთრებული პოლიტიკური პრობლემაა, არამედ იმიტომ რომ ის არის ესე რომ ვთქვათ აი ამ ბიზნეს წარმოადგენთ რა თქმა უნდა ადამიანი რომელმაც მაფია დატოვა ხო ფაქტობრივად ბიზნესო სისტემას უყურებს კრიმინალური მენტალიტეტის კრიმინალური მსოფლმხედველობის პრიზმაში ხო და ეხლა არ მოსულა რა მაფიიდან იმის ჯარისკაცის გასვლა და შესაბამისად მისდამი აგარისწორება ბევრად უფრო ხისტი იქნება ვიდრე სხვა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და ჩვენ ამას ხედავთ კიდევაც ხო ეხა მას მარტო ამ საგამოძიებო კომისიას ნახო არა აქვს პრობლემა ხო 15 წლიანი საქმეა უმძიმესი ესე რომ ვთქვათ კვალიფიკაციით აღძრული მის მიმართ და გასაგებია რა გეგმებიც აქვს ხელისუფლებას და მე ძალიან წუხარ რომ აი აქაც საზოგადოების პრობლემას ვაწყდებით რომ ისევ შეთქმულების თეორიები რომ აი ხოცია და აი ის არის და კიდე მაინც მიუხედავად იმისა რომ გახარიას ირგვლივ აი ესეთ სიტუაცია ნუ ადამიანების საკმაოდ მოზრდილი წრე იმ ადამიანების რომლებიც დღევანდელ ტრენდს ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავენ ნუ ისევ ისმის აი შეთქმულების თეორიები ნუ ეხლა სამდე უნდა ვიცხოვროთ ამ ზღაპრებში ხო ცოტა რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ რა არ შეიძლება არც ადამიანის უსამართლოდ ტალახში ესე ამოთხრა მუდმივად და არც რაღაც ილუზიებში ყოფნა რომ სადაგრძელოები და ფეხების ბაკუნით რაიმე შედეგი დადგება რა გასაგებია ბატონ გიორგი ერთ საკითხს მინდა გახარიაზე პრინციპში ხა ველოდებით ამ პროცესს და ამიტომ დაგიძახეთ გიორგი თავისთავად ერთი კითხვა მინდა დაგისვათ მოვასწრო გიორგი ხა კი მესმის ბატონ გია ივანიშვილზე მინდა მოვასწრო ვიდრე გადავალთ და ვიდრე ვაჩვენებთ მაყურებელს პარლამენტში არსებულ პროცესს ჩვენ უყვებოდით მაყურებელს იმის შესახებ რომ მოთხოვნილია ივანიშვილის დასანქცირება მაკლერის განმარტება ვიცით რა არის თემთა პალატის წევრის რომ ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა უნდა დასანქცირდეს და რაღაც კონკრეტულ მოძრაობას ვხედავთ ხო იქ ონლაინ შეხვედრა გაიმართა საქართველოს შესახებ სადაც ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა იქამდე დროებით ირწმუნებული დაიბარეს. აი თქვენთვის რა ტიპის გადაადგილებებია ეს ყველაფერი და ეს რა სიგნალი არის კონკრეტულად ივანიშვილისთვის, რომლისთვისაც ბრიტანეთი და იქ ოფშორებში განთავსებული მისი ქონება მეტად მგრძნობიარე საკითხია, როგორც ვიცით. კი, მაგრამ აი ჩვენ ისევ აქაც რაღაც ხაპრებთან გვაქვს საქმე, ხო? იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, მისთვის ეს მტკივნეულია და ძალიან პრობლემურია, ხო? და ნებისმიერი ქოცისთვის პრობლემურია სანქციები, რაც ძალიან რეალისტურია, მაგრამ მეორეს მხრივ მათ სხვა გზა არ აქვს, ხო, ეხა აი ჩვენ ნუ ვიქნებით იმ ილუზიაში, რომ ამ სანქციების გამო ეხა რაღაცა შეცვლიან. არ შეცვლიან, ვერ შეცვლიან, არ კი არა, ვერ შეცვლიან, ძევლები არიან ისინი უკვე არსებული ვითარების, მათ აქვთ ვალდებულებები აღებული, რისი ფასიც მათი სიცოცხლეა და ეხა როდესაც სასწორის ერთ პინაზე სიცოცხლე და უსაფრთხოება იდება და მეორე პინაზე სანქციები, რა თქმა უნდა, სიცოცხლეს არჩევს ადამიანი, ხო? ჩვენ კიდე არ გვესმის ხოცების მდგომარეობა როგორია, ხო, ისინი თავს გრძნობენ კედელთან მიყენებულად და ისინი თავს იცავენ, ეხა კი, თავდასხმით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეტევა ყველაზე კარგი თავდაცვაა, მაგრამ რეალურად მათ სხვა გზა არ აქვს და ეხა ჩვენ მუდმივად იმ ილუზიაზე ავაწყოთ რაღაც ჩვენი ის რომ აი ეხა და დასავლეთის ესე რომ ვთქვათ მოქმედებები არ გულისხმობს ინტერვენციას. ისინი ვერ ჩამოაგდებენ ამ ხელისუფლებას. მათ შეუძლიათ შექმნან გარკვეული ფონი, გარკვეული გარემოებები დაგვეხმარონ ჩვენ იმისათვის რომ ჩვენ შიგნით გადავწყვიტოთ ეს საკითხი. და შიგა პოლიტიკური თვალსაზრისის პროცესის თვალსაზრისით, ნუ არა გვაქვს კარგი მდგომარეობა პირდაპირ თქვათ რა. პირდაპირ თქვათ, იმიტომ რომ აი აქაც აი ამ ოპოზიციურად განწყობილ ფლანგზე
კი ბატონო, ახლა როგორი ვითარება შეიქმნა, ხო ხედავთ, ხო? არანაირი კი სულ ყველა ერთობაზე ლაპარაკობს და ერთმანეთის მიმართ ძიძს და უკომპრომისობას ავლენენ ყოველდღიურად, ხო ახლა ხო არ შეიძლება ერთ წინადადებაში ურთიერთგამომრიცხავი ილაპარაკო, ხო? ხან ერთიანობაზე, მაგრამ ერთიანობა ჩემ პირობებზე, ყველა ამას ამბობს. გავერთიანდით, მაგრამ იმ პირობებზე, რაც მომიმაჩნია სწორად და თქვენ კაი ადამიანებო, ეს რა ლაპარაკია, შიმშილობაც კი დაიწყეს ხელების გადაგრეხვისთვის და ეხა ეს რა არის საერთოდ ვერ გავიგე რა. რას გავს ეს ნაცვლად იმისა, რომ კულისებს მიღმა დაჯდნენ, ერთი კვირა ილაპარაკონ, ორი კვირა, არ არის ეს საჯარო გადასაწყვეტი. მოილაპარაკონ და მერე დაიწყონ რა, არა საჯაროდ აცხადებენ, რომ რაღაცა დიახ, სხვათა შორის ჩვენ იქამდე ვსაუბრობდით, აი ვიდრე იქნებოდა გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარძესთან დაკავშირებით კონკრეტულად, იმიტომ რომ ისინი არიან ხშირად ამ მიმართულებით კითხვების ადრესატები. ორივე მათგანი საუბრობდა, რომ ერთობის მიმართულებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და შემდეგ, როდესაც მოხდა მათი დაპატიმრება, სხვები მათი პარტიიდან ამბობდნენ, რომ ეს საკითხი არ უნდა შეწყვეტილიყო, არც შეწყვეტილა და ამ მიმართულებით, ანუ ერთგვარი რაღაც დანაბარები იყო, რომ ერთობაზე ლაპარაკი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უნდა გაგრძელებულიყო. აი ეს უნდა გვენა, ამას უნდა ვხედავდეთ ჩვენ ოღონდ შედეგი ამაშია საქმე, მხოლოდ იმიტაციებს ხედავთ, პოლიტიკური პროცესი ოპოზიციონერ მხრიდან ფაქტობრივად არ მიდის, ფეხების ბაკუნის გარდა რა ხდება, არც არაფერი არ ხდება, ხო? კი, რა თქმა უნდა, პიროვნულად დასაფასებელია ეხა ყველა ადამიანს მე რა თქმა უნდა სოლიდარობას უცხადებ და თანაუგრძნობ, ვინც საპატიმროში აღმოჩნდა და პირადი გმირობის მაგალითები აჩვენეს პირდაპირ თქვა, ხო ამ ადამიანებმა, მაგრამ მეორეს მხრივ ეხა როცა პოლიტიკურ ომში ხარ, პოლიტიკურ ომში მთავარსარდლის, ანუ პოლიტიკური ლიდერის ეს ფუნქცია ის კი არა, რომ ეშაფოთზე ავიდეს და თავი შეუშვიროს, ხო? კი ბატონო, შეიძლება ციხეში წახვიდე, მაგრამ ბიჭო, რაღაც პოლიტიკური ფასი ხო უნდა გადაახდევინო ვიღაცას და ეხა ესე თავდახრილად ხელები გაუწოდო და აბა მოდი და დავიჭირე და მე ეს არ არის სწორი ტაქტიკა ჩემის აზრით. ბატონგია, აი თვითონ ოცნების აი ამ პროცესს ეხმარება, ვთქვათ, წინააღმდეგობის პროცესს აზიანებს თუ აი რასთან გვაქვს საქმე, ის სურათი რაც არის თავად ოცნებაში. ამაზეც მაქვს კითხვა, მათ შორის შიდა დაპირისპირების საკითხი და ასე შემდეგ. აი კადრში ვხედავთ გიორგი გახარიას, როგორც ჩანს ტექნიკურად გამართულია უკვე პროცესი, ასევე მოკლედ გეტყვით მაშინ და ნუ რა არის ესეთ ხელისუფლების გეგმა, ხო? კი, გასაგებია რომ ცუდ მდგომარეობაში არის, მაგრამ გასაგებია, ხო, მათ უნდათ რომ 4 ოქტომბრისთვის უკვე დაამყარონ აი ეს ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატიული სისტემა და რეალურად შინაარსობრივად ავტორიტარიზმი ეს აქვს გადაწყვეტილი და ავტორიტარიზმი რომ დაამყარონ ამისათვის საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრება მთლიანად უნდა აიყვანონ კონტროლის ქვეშ. ანუ უნდა გაიყვანონ ყველა მოუთვინიერებელი პარტია ლეგალური პოლიტიკური სივრციდან, ეს არის ამოცანა. ამას ემსახურება ეს დაჭერებითი სინდისი და ნამუსი ხო არა? მადლობა ბატონგია, დაგემშვიდობებით, ბოდიშს მოგიხდით, რადგან დაიწყო უკვე კომისიის ხდომა, გახარია პასუხობს კითხვებს. კი ბატონო, მოусმინოთ ერთად.